მატერია არ არის ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ. ის არ არის მყარი, უცვლელი, სტაბილური რეალობა, რომელსაც ჩვენი ხელები ეხება და თვალები ხედავენ. მატერია არის ილუზია, სივრცის უზარმაზარი სიცარიელე, სადაც მცირე ენერგიის კვანძები ცეკვავენ იმდენად სწრაფად, რომ ქმნიან სიმყარის ილუზიას. Თქვენი სხეული ეს მაგი და დედამიწა, ყველაფერი ჩვენ გარშემო არის 99 მძიმე 10% სიცარიელე. ატომის ბირთვი იმდენად პატარაა თავის ელექტრონულ ღრუბელთან შედარებით, რომ თუ ატომი იქნებოდა სტადიონის ზომის, ბირთვი იქნებოდა მხოლოდ ბურთულა მის ცენტრში. მაგრამ სადღაც სამყაროში არსებობს ადგილი, სადაც ეს ილუზია იშლება. სადაც მატერია ხდება ის, რაც ნამდვილად არის, სუფთა, შეკუმშული, შეუძლებლად მკვრივი რეალობა. ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირზე ჩაის კოვზი იწონის 6 მილიარდ ტონას, მთელი კაცობრიობის წონას, შეკუმშულს შაქრის მარცვლის ზომამდე. როგორ შეიძლება ასეთი რამ არსებობდეს? რა ხდება მატერიასთან, როდესაც სიმძიმე ხდება იმდენად ძლიერი, რომ ანადგურებს თავად სივრცის სტრუქტურას? და რატომ არ იშლება ეს ობიექტი საკუთარი წონის ქვეშ, რატომ არ ქცევა შავ-ხვრელად? პასუხი ცვლის ყველაფერს, რასაც ჩვენ ვიცით რეალობის შესახებ. ნეიტრონული ვარსკვლავი არ არის უბრალოდ ვარსკვლავი. ის არის სიკვდილის შემდეგი ცხოვრება, კოსმოსური ფენიქსი, რომელიც იბადება კატასტროფიდან. წარმოიდგინეთ ვარსკვლავი, რომელიც 10-ჯერ უფრო მასიურია მზეზე, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში წვავს თავის ბირთვულ სათვავს. ის აქცევს წყალბადს ჰელიუმად, ჰელიუმს ნახშირბადად, ნახშირბადს რკინად. მაგრამ რკინა არის დასასრული, ის არ იწვის, არ გამოყოფს ენერგიას. როდესაც ვარსკვლავის კული ივსება რკინით, ის კარგავს საყრდენს. წარმოიდგინეთ უზარმაზარი შენობა, რომლის ყველა სვეტი ერთდროულად ინგრევა. ასე ხდება სუპერნოვა, ვარსკვლავის გარეთა ფენები ფეთქდება კოსმოსში სიჩქარით 30,000 კილომეტრი/წამში. ბირთვი იმარხება საკუთარ თავში. ერთი წამის განმავლობაში, ერთი გულისცემის დროში, ობიექტი, რომლის დიამეტრი იყო 1 მილიონი კილომეტრი, იკუმშება 20 კილომეტრამდე. წარმოიდგინეთ მთელი დედამიწა, შეკუმშული ფეხბურთის ბურთის ზომამდე და მაინც ვერ მივახლოვდებით იმ სიმკვრივეს, რაც ნეიტრონულ ვარსკვლავშია. ამ კატაკლიზმის დროს ხდება რაღაც, რაც ცვლის მატერიის თავად არსს. ელექტრონები და პროტონები, ატომის ძირითადი აგურები, იძულებულნი არიან შეერთდნენ ერთმანეთთან. წარმოიდგინეთ ორი მაგნიტი, რომლებიც ერთმანეთს აგდებენ ერთი პოლუსით, ბუნება არ უნდა, რომ ისინი შეერთდნენ. მაგრამ სიმძიმე ხდება იმდენად ძლიერი, რომ ძალადობრივად აწოლის მათ ერთმანეთთან. ელექტრონი და პროტონი ქმნიან ნეიტრონს, ნეიტრალურ ნაწილაკს, რომელსაც აღარ აქვს ელექტრული მუხტი. მთელი ვარსკვლავი ხდება ერთი გიგანტური ატომური ბირთვი. ბილიონი ნეიტრონი, მჭიდროდ შეკუმშული ერთმანეთთან, შეკავებული მხოლოდ ბირთვული ძალით, ყველაზე ძლიერი ძალით სამყაროში. ეს არის მატერიის ახალი მდგომარეობა, არც მყარი, არც თხევადი, არც აირი, არც პლაზმა. ეს არის ნეიტრონიუმი, ნივთიერება, რომელიც არ არსებობს დედამიწაზე, რომელიც არ შეიძლება არსებობდეს ჩვეულებრივ პირობებში. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ აწონით რაიმეს სამზარეულოს სასწორზე, თქვენ ზომავთ ატომებს შორის სივრცეს, არა თავად მატერიას. ნეიტრონულ ვარსკვლავში ეს სივრცე აღარ არსებობს. ისტორია ნეიტრონული ვარსკვლავების შესახებ იწყება არა ტელესკოპებით, არამედ ფანტაზიით. 1922 წელს ლევ ლანდაუ, ახალგაზრდა საბჭოთა ფიზიკოსი, იჯდა თავის კაბინეტში ხარკოვში და ფიქრობდა ვარსკვლავების სიკვდილზე. მას ესმოდა, რომ თეთრი ჯუჯები, პატარა, მკვრივი ვარსკვლავები, ინარჩუნებენ სტაბილურობას ელექტრონული დეგენერაციის წნევის წყალობით. ეს იყო კვანტური ეფექტი, რომელიც აძლევს მათ საყრდენს. მაგრამ ლანდაუმ გააკეთა გამოთვლა და აღმოაჩინა, რომ არსებობს ზღვარი, თუ ვარსკვლავის მასა აღემატება მზის მასის ერთ მძიმე 2/10-ს, ელექტრონული წნევა აღარ იქნება საკმარისი. ვარსკვლავი უნდა გააგრძელოს კოლაფსი. მაგრამ რა იქნება შემდეგ? ლანდაუმ ვარაუდი გააკეთა, შესაძლოა არსებობს ახალი ტიპის ვარსკვლავი, სადაც ნეიტრონები ქმნიან საყრდენს. ეს იყო თეორია, მათემატიკური სპეკულაცია, რომელსაც არავინ სერიოზულად არ იღებდა. ლანდაუ იყო გენიოსი, მაგრამ ეს იდეა ჟღერდა როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა. 2 წლის შემდეგ 1924 წელს ვალტერ ბაა და ფრიც ცვიკი, 2 ასტრონომი კალიფორნიაში, დაინახეს სუპერნოვა და გააკეთეს გაბედული დასკვნა. ისინი თქვეს, რომ სუპერნოვა არის არა ვარსკვლავის დასასრული, არამედ მისი ტრანსფორმაცია, რომ ბირთვი გადარჩება და გადაიქცევა ნეიტრონულ ვარსკვლავად. მეცნიერული საზოგადოება იცინოდა. როგორ შეიძლება ობიექტი იყოს იმდენად მკვრივი? როგორ შეიძლება ის არ იქცეს შავ-ხვრელად?
მაგრამ ბაა და ცვიკი იყვნენ მოთმინებიანი, ისინი იცოდნენ, რომ სამყარო უფრო უცნაურია ვიდრე ჩვენი წარმოსახვა. 30 წელი გავიდა. მეცნიერები აგრძელებდნენ გამოთვლებს, აშენებდნენ თეორიებს, მაგრამ არავინ ჰქონდა დანახული ნეიტრონული ვარსკვლავი. შესაძლოა ისინი არ არსებობდნენ. შესაძლოა ბუნებას ჰქონდა სხვა გზა. 1967 წლის აგვისტოში ჯოსლინ ბელ 24 წლის ასპირანტი კემბრიჯის უნივერსიტეტში აანალიზებდა რადიოტელესკოპის ჩანაწერებს. ის ეძებდა კვაზარებს, შორეულ გალაქტიკებს, რომლებიც ასხივებენ რადიოტალღებს. მაგრამ ერთ დღეს მან დაინახა რაღაც უცნაური სიგნალი, რომელიც იმეორებდა თავის თავს ყოველ ერთ მძიმე 3-10 წამში იდეალური სიზუსტით. პირველი რეაქცია იყო სკეპტიციზმი, ალბათ ეს იყო ინტერფერენცია, ადამიანური სიგნალი, შეცდომა. მაგრამ სიგნალი არ ქრებოდა. ის მოდიოდა ღამისცის ერთი კონკრეტული წერტილიდან, მოძრაობდა ვარსკვლავებთან ერთად. ბელმა და მისმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ენტონი ჰიუიშმა, გააკეთეს შეუძლებელი დასკვნა. ეს იყო ბუნებრივი ობიექტი, რომელიც პულსირებდა უფრო სწრაფად, ვიდრე ადამიანის გული. რა შეიძლება ბრუნავდეს ასე სწრაფად და არ დაიშალოს? მხოლოდ ერთი რამ, ნეიტრონული ვარსკვლავი. ლანდაუს ოცნება, ბაა და ცვიკის პროფეცია, ყველაფერი იყო სიმართლე. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენი გული ცემს, ის ცემს დაახლოებით 70-80 ჯერ წუთში. პულსარი ცემს 700 ჯერ წამში, ის არის გული, რომელიც არასოდეს ჩერდება. წარმოიდგინეთ ფიგურისტი, რომელიც ბრუნავს ყინულზე ხელები გაშლილი. როდესაც ის იკუმშება, ხელებს აკეთს სხეულთან, ბრუნვა სწრაფდება. ეს არის კუთხური იმპულსის შენარჩუნების კანონი, იგივე კანონი, რომელიც მუშაობს, როდესაც თქვენ ბრუნავთ საოფისე სკამზე და იკუმშებით. ნეიტრონული ვარსკვლავი არის ვარსკვლავი, რომელმაც შეკრა ხელები, რომელიც შეიკუმშა მილიონი კილომეტრიდან ოცამდე. მისი ბრუნვის სიჩქარე ხდება შეუდარებელი. ზოგიერთი ნეიტრონული ვარსკვლავი ბრუნავს 700 ბრუნს წამში. წარმოიდგინეთ ობიექტი, რომელიც უფრო მასიურია მზეზე, მაგრამ ზომით არის როგორც პატარა ქალაქი. ის ბრუნავს სწრაფად ვიდრე ბლენდერის პირი. მისი ზედაპირი მოძრაობს სიჩქარით 30,000 კილომეტრი წამში, 10% სინათლის სიჩქარისა. ეს არის სიჩქარე, რომელიც ანადგურებს ნებისმიერ ნორმალურ მატერიას, მაგრამ ნეიტრონიუმი უძლებს. იმიტომ რომ ის არის არა ატომების კოლექცია, არამედ ერთი გიგანტური ბირთვი. ნეიტრონული ვარსკვლავის მაგნიტური ველი არის კიდევ ერთი შეუძლებლობა, რომელიც ხდება რეალობა. დედამიწის მაგნიტური ველი იცავს ჩვენ კოსმოსური რადიაციისგან. ის არის ის უხილავი ფარი, რომელიც აგდებს დამუხტულ ნაწილაკებს, ქმნის ჩრდილოეთის ნათებს, აძლევს კომპას მიმართულებას. მაგრამ ნეიტრონული ვარსკვლავის მაგნიტური ველი არის ტრილიონჯერ, 1000 მილიარდჯერ ძლიერი. თუ ნეიტრონული ვარსკვლავი მოექცეოდა დედამიწასა და მთვარეს შორის, მისი მაგნიტური ველი წაშლიდა ყველა საკრედიტო ბარათს პლანეტაზე. ის გააუქმებდა ყველა ელექტრონულ მოწყობილობას, გადააწყობდა თავად ატომებს თქვენს სხეულში. ეს ველი არის იმდენად ძლიერი, რომ ცვლის სივრცის გეომეტრიას. ვაკუუმი თავად ხდება ორმაგად გარდამტეხი, როგორც კრისტალი, და სინათლე იწყებს მოძრაობას არა სწორხაზოვნად, არამედ გრაგნილი ტრაექტორიით. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ხედავთ პულსარის ანიმაციას, ბრუნავ ვარსკვლავს, რომელიც ასხივებს შუქის სხივებს, როგორც კოსმოსური შუქურა, თქვენ ხედავთ ნეიტრონული ვარსკვლავის პორტრეტს. ეს სხივები არის არა სინათლე, არამედ რადიოტალღები და რენტგენის გამოსხივება, რომლებიც გამოდიან მაგნიტური პოლუსებიდან. ვარსკვლავი ბრუნავს, სხივები ათავსებენ კოსმოსს. ყოველ ჯერზე, როდესაც სხივი მიმართულია დედამიწისკენ, ჩვენი ტელესკოპები იღებენ პულსს, ელექტრომაგნიტური ენერგიის მოკლე აფეთქებას. ზოგიერთი პულსარი იმდენად სტაბილურია, რომ მისი პულსები უფრო ზუსტია, ვიდრე ატომური საათები. ისინი არიან ბუნების შექმნილი მეტრონომები, კოსმოსური საათები. ისინი არ ჩამორჩებიან და არ უსწრებენ წამში 1 მილიარდით წამს მილიონობით წლის განმავლობაში. მაგრამ ნეიტრონული ვარსკვლავის ყველაზე შეუდარებელი თვისება არის მისი სიმძიმე, ძალა, რომელიც ამახინჯებს სივრცესა და დროს. დედამიწაზე, თუ თქვენ გადახტებით, თქვენ დაბრუნდებით ქვემოთ დაახლოებით 9 მძიმე 8 მეტრი წამში კვადრატში. ეს არის გრავიტაციული აჩქარება, რომელიც განსაზღვრავს თქვენი სხეულის წონას, თქვენი ნაბიჯების სიმძიმეს, თქვენი გულის მუშაობას. ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირზე გრავიტაციული აჩქარება არის 2 მილიარდჯერ უფრო ძლიერი, 200 მილიარდ მეტრი წამში კვადრატში. თუ თქვენ შეძლებდით დგომას ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირზე, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თქვენი წონა იქნებოდა 200 მილიარდჯერ უფრო მეტი, ვიდრე დედამიწაზე.
თქვენი სხეული დაუყოვნებლივ გაბრტყელდებოდა ატომურ ფენამდე, თქვენი ატომები დაიშლებოდა, ელექტრონები და პროტონები შეერთდებოდნენ ნეიტრონებად. თქვენ გახდებოდით ნაწილი ვარსკვლავის ზედაპირისა. ეს სიმძიმე არის არა უბრალოდ ძალა, ის არის სივრცის დროის გეომეტრიის დამახინჯება. ეინშტეინის ზოგადი ფარდობითობის თეორია გვეუბნება, რომ მასა აღმოქმედებს სივრცეზე, აიხრება მას. ის ქმნის ორმოებს და ბორცვებს გეომეტრიაში. ნეიტრონული ვარსკვლავი არის იმდენად მძიმე, რომ ის ქმნის უღრმეს ორმოს სივრცის დროში, თითქმის შავხრელს, მაგრამ არა სრულიად. სინათლე, რომელიც ცდილობს გაიქცეს ვარსკვლავის ზედაპირიდან, კარგავს ენერგიას, ებრძვის გრავიტაციას. როდესაც ის მიაღწევს ჩვენამდე, ის არის გაწითლებული, მისი ტალღის სიგრძე გახდა უფრო გრძელი, მისი ენერგია შემცირდა. ეს არის გრავიტაციული წითელი წანაცვლება, ეფექტი, რომელიც ამტკიცებს, რომ სიმძიმე არის არა მიზიდულობა, არამედ გეომეტრია. დრო თავად ნელდება ნეიტრონული ვარსკვლავის მახლობლად. თუ თქვენ შეძლებდით ყურება ვარსკვლავის ზედაპირზე მყოფი საათისა დედამიწიდან, დაინახავდით, რომ ის ტიკ-ტაკს აკეთებს ნელა. ყოველი წამი ვარსკვლავზე არის ერთი მძიმე 3 წამი დედამიწაზე. ეს არის არა ილუზია, არამედ რეალობა, დრო ნამდვილად მიედინება სხვადასხვა სიჩქარით სხვადასხვა ადგილას სამყაროში. ის დამოკიდებულია სიმძიმის ძალაზე. ასტრონავტი, რომელიც იცხოვრებდა ნეიტრონული ვარსკვლავის ორბიტაზე 1 წელი, დაბრუნდებოდა დედამიწაზე და აღმოაჩენდა, რომ გავიდა ერთი მძიმე 3 წელი. ის იქნებოდა დროში მოგზაური, არა მანქანის წყალობით, არამედ სიმძიმის წყალობით. ნეიტრონული ვარსკვლავი არ არის მხოლოდ ფიზიკური ობიექტი. ის არის ფილოსოფიური გამოწვევა, კითხვა იმის შესახებ, რა არის მატერია, რა არის სივრცე, რა არის დრო. ის გვიჩვენებს, რომ რეალობა არის არა ფიქსირებული, არამედ პლასტიური, რომ ის იცვლება პირობების მიხედვით, რომ ის შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული სხვადასხვა ადგილას. ის გვიჩვენებს, რომ ბუნებას აქვს სურები, მაგრამ ეს სურები არის უფრო შორს, ვიდრე ჩვენ ოდესმე წარმოგვიდგენია. და ის გვიჩვენებს, რომ სიკვდილი, თუნდაც ვარსკვლავის სიკვდილი, არის არა დასასრული, არამედ ტრანსფორმაცია, გადასვლა ახალ მდგომარეობაში. სადაც მოქმედებს ახალი კანონები, სადაც რეალობა თავად იცვლება. არსებობს რაღაც, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ რაც განსაზღვრავს ყველაფერს. წარმოიდგინეთ უხილავი ხიდი, რომელიც აკავშირებს ორ კლდეს ღრმა ხეობის თავზე, თქვენ ხედავთ მხოლოდ ადამიანებს, რომლებიც მოძრაობენ ჰაერში, მაგრამ ვერ ხედავთ სტრუქტურას, რომელიც მათ უჭერს. ნეიტრონული ვარსკვლავის შიგნით მოქმედებს ძალები, რომლებიც არ არსებობს არსად სხვაგან, ძალები, რომლებიც ებრძვიან სიმძიმეს და იგებენ, მაგრამ მხოლოდ ძალიან ვიწრო ზღვარზე. როგორ შეიძლება ობიექტი, რომელიც იწონის ორჯერ მეტს მზეზე, არ ჩამოიშალოს საკუთარ თავში? რა უჭერს მას, როდესაც არაფერი, არც ერთი ქიმიური კავშირი, არც ერთი ატომური სტრუქტურა, არ უნდა იყოს საკმარისი? პასუხი იმალება იქ, სადაც მატერია ხდება არა ნივთიერება, არამედ კვანტური მდგომარეობა, სადაც ფიზიკის კანონები თავად იცვლებიან, რათა შექმნან ბოლო თავშესაფარი კოლაფსის წინააღმდეგ. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ დგახართ იატაკზე და არ ეცემით ქვემოთ, თქვენ ემყარებით იმავე პრინციპს, პაულის გამორიცხვის პრინციპს, რომელიც იცავს ნეიტრონულ ვარსკვლავს უფსკრულისგან. წარმოიდგინეთ მატარებელი, რომელიც შედის გვირაბში, თუ გვირაბი უკვე სავსეა სხვა მატარებლით, ახალი მატარებელი ვერ შევა. ეს არის პაულის გამორიცხვის პრინციპი, კვანტური კანონი, რომელიც ამბობს, რომ ორი იდენტური ფერმიონი, ნაწილაკები, როგორიცაა ელექტრონები, პროტონები, ნეიტრონები, არ შეიძლება იყოს ერთსა და იმავე კვანტურ მდგომარეობაში ერთდროულად. ისინი უნდა განსხვავდებოდნენ ენერგიით, იმპულსით, სპინით, რაიმე თვისებით. ეს არის არა უბრალოდ წესი, ეს არის ფუნდამენტური თვისება რეალობისა, რომელიც განსაზღვრავს მატერიის სტრუქტურას. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ეხებით მაგიდას და თქვენი ხელი არ გადის მასში, თქვენ განიცდით ამ პრინციპის შედეგს, ელექტრონები თქვენს ხელში და მაგიდაში უარს ამბობენ იყვნენ ერთსა და იმავე ადგილას. ნეიტრონულ ვარსკვლავში ეს პრინციპი ხდება არა უბრალოდ ბარიერი, არამედ საყრდენი ძალა, რომელიც აწოლის უკან სიმძიმეს. წარმოიდგინეთ ბალიში, რომელიც რაც უფრო მეტად აწვევით, მით უფრო მეტად წინააღმდეგობას უწევს, არა იმიტომ, რომ ის არის უფრო მყარი, არამედ იმიტომ, რომ ნაწილაკები შიგნით იძულებულნი არიან დაიკავონ უფრო მაღალი ენერგიის მდგომარეობები. როდესაც ნეიტრონები იკუმშებიან ერთმანეთთან ნეიტრონულ ვარსკვლავში, ისინი ივსებიან ყველა დაბალი ენერგიის მდგომარეობით, როგორც მაყურებელი დარბაზი, სადაც ყველა ადგილი პირველ რიგებში უკვე დაკავებულია. ახალი ნეიტრონები იძულებულნი არიან დაიკავონ უფრო მაღალი ენერგიის მდგომარეობები, უფრო შორეული რიგები და ეს ქმნის წნევას, რომელიც აწოლის უკან. ეს არის დეგენერაციის წნევა, კვანტური ეფექტი, რომელიც არ არსებობს კლასიკურ ფიზიკაში, მაგრამ რომელიც ხდება დომინანტური ძალა ექსტრემალურ სიმკვრივეებზე.
მაგრამ დეგენერაციის წნევა არ არის უსასრულო. არსებობს ზღვარი, წერტილი, სადაც თავად ნეიტრონები იწყებენ დეფორმაციას, სადაც მათი შიდა სტრუქტურა, სამი კვარკი, რომლებიც ქმნიან თითოეულ ნეიტრონს, იწყებს გამოვლენას. წარმოიდგინეთ ბურთები, რომლებიც ივსებიან ყუთში, თავიდან ისინი ინარჩუნებენ თავიანთ მრგვალ ფორმას, მაგრამ როდესაც წნევა იზრდება, ისინი იწყებენ გაბრტყელებას, ერთმანეთში შეჭიდებას, ფორმის დაკარგვას. ნეიტრონულ ვარსკვლავში, როდესაც სიმკვრივე აღწევს გარკვეულ ზღვარს, ნეიტრონები იწყებენ გადაფარვას, მათი ტალღური ფუნქციები, კვანტური აღწერილობები იწყებენ შერწყმას. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ აწვევით ღრუბელს და ის იწყებს წვიმას, თქვენ ხედავთ ფაზურ გადასვლას, მდგომარეობას, როდესაც მატერია იცვლის თავის თვისებებს. ნეიტრონული ვარსკვლავის შიგნით ხდება ფაზური გადასვლა, რომელიც ცვლის არა აგრეგატულ მდგომარეობას, არამედ მატერიის თავად არსს. ზოგიერთი თეორია ვარაუდობს, რომ ნეიტრონული ვარსკვლავის ცენტრში ნეიტრონები საბოლოოდ იშლებიან კვარკებად, ფუნდამენტურ ნაწილაკებად, რომლებიც ჩვეულებრივ არასოდეს არსებობენ თავისუფლად. წარმოიდგინეთ კედელი, აგებული აგურებისგან, თუ წნევა ხდება იმდენად ძლიერი, აგურები თავად იშლებიან თიხად და კედელი ხდება მონოლითური მასა. კვარკული მატერია, თუ ის არსებობს, არის მდგომარეობა, სადაც ინდივიდუალური ნაწილაკები კარგავენ თავიანთ იდენტობას, ხდებიან ნაწილი ერთიანი, უწყვეტი ზღვისა. ეს არის არა ატომები, არა ნეიტრონები, არამედ სხვა კვარკებისა, ზედა კვარკები, ქვედა კვარკები, უცნაური კვარკები, რომლებიც ცურავენ თავისუფლად, არ არიან შეკავებული არც ერთ სტრუქტურაში. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ხედავთ ყინულს, რომელიც წნება წყლად, თქვენ ხედავთ ფაზურ გადასვლას, მოლეკულები, რომლებიც იყვნენ ჩაკეტილნი კრისტალურ მესერში, ხდებიან თავისუფლად მოძრავი. ნეიტრონული ვარსკვლავის ცენტრში ხდება გადასვლა, რომელიც ათავისუფლებს არა მოლეკულებს, არამედ თავად მატერიის ფუნდამენტურ კომპონენტებს. მაგრამ ეს არის მხოლოდ თეორია, ჰიპოთეზა, რომელიც ელოდება დადასტურებას. ჩვენ არ შეგვიძლია შევქმნათ კვარკული მატერია დედამიწაზე, არც ერთი ლაბორატორია, არც ერთი ამჩქარებელი არ არის საკმარისად ძლიერი. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავაკვირდეთ ნეიტრონულ ვარსკვლავებს და ვეცადოთ გავიგოთ მათი ქცევა, გავზომოთ მათი მასა, რადიუსი, ბრუნვის სიჩქარე და შევადაროთ ეს მონაცემები თეორიულ პროგნოზებს. ყოველი ახალი დაკვირვება არის ნაწილი თავსატეხისა, ინფორმაცია, რომელიც გვეხმარება გავიგოთ, რა ხდება იქ, სადაც ფიზიკა აღწევს თავის სურებს. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ აწყობთ თავსატეხს და პოულობთ ახალ ნაწილს, თქვენ ხედავთ სურათს უფრო მკაფიოდ. ასტრონომია არის თავსატეხი, სადაც ყოველი ნეიტრონული ვარსკვლავი არის ახალი ნაწილი, ახალი მინიშნება იმის შესახებ, როგორ მუშაობს სამყარო. ნეიტრონული ვარსკვლავი არ არის იზოლირებული კუნძული. ის არის კვანძი კოსმოსურ ქსელში, წერტილი, სადაც ერთმანეთს კვეთს გრავიტაციული ტალღები, მაგნიტური ველები, ნაწილაკების ნაკადები, სინათლის სხივები. წარმოიდგინეთ ობობა, რომელიც ის თავის ქსელის ცენტრში, ის არ არის უბრალოდ ობიექტი, არამედ არქიტექტორი, რომელიც აკავშირებს ყველა ძაბს, რომელიც გრძნობს ყოველ ვიბრაციას, რომელიც რეაგირებს ყოველ ცვლილებაზე. ნეიტრონული ვარსკვლავი არის ადგილი, სადაც სამყაროს ყველა ძირითადი ძალა, გრავიტაცია, ელექტრომაგნეტიზმი, ძლიერი ბირთვული ძალა, სუსტი ბირთვული ძალა, ერთმანეთს ხვდება და ურთიერთქმედებს ექსტრემალურ პირობებში. როგორ ცვლის ეს ურთიერთქმედება თავად სივრცის ქსოვილს? როგორ ქმნის ის სიგნალებს, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ მილიარდობით წლის შემდეგ? პასუხი იმალება არა ობიექტში, არამედ კავშირებში, უხილავ ძაფებში, რომლებიც აკავშირებენ ყველაფერს ყველაფერთან. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ისვრით ქვას წყალში და ხედავთ წრეებს, რომლებიც ვრცელდებიან, თქვენ ხედავთ, როგორ ვრცელდება ინფორმაცია მედიუმში, როგორ გადაეცემა ენერგია წერტილიდან წერტილამდე. როდესაც ორი ნეიტრონული ვარსკვლავი ბრუნავენ ერთმანეთის გარშემო, როგორც ცეკვაოსნები კოსმოსურ ვალსში, ისინი ქმნიან გრავიტაციულ ტალღებს, რიყულებს სივრცის დროში, რომლებიც ვრცელდებიან სინათლის სიჩქარით. წარმოიდგინეთ ორი ბავშვი, რომლებიც ხტიან ტრამპოლინზე, მათი მოძრაობა ქმნის ტალღებს ზედაპირზე, რომლებიც ვრცელდებიან გარეთ. მაგრამ ნეიტრონული ვარსკვლავების შემთხვევაში ტრამპოლინი არის თავად სივრცე-დრო, ოთხგანზომილებიანი ქსოვილი, რომელშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ. ეს ტალღები არის არა მეტაფორა, ისინი არიან რეალური დამახინჯებები გეომეტრიაში, რომლებიც ცვლიან მანძილებს, ცვლიან დროის ხანგრძლივობას, ცვლიან თავად სივრცის ფორმას. 1995 წელს ჯოზეფ ტეილორმა და რასელ ჰალსმა დააკვირდნენ ორმაგ პულსარს, ორ ნეიტრონულ ვარსკვლავს, რომლებიც ბრუნავდნენ ერთმანეთის გარშემო. და აღმოაჩინეს, რომ მათი ორბიტა ნელა იკუმშებოდა. ისინი კარგავდნენ ენერგიას ზუსტად იმდენს, რამდენსაც ეინშტეინის თეორია წინასწარმეტყველებდა გრავიტაციული ტალღების გამოსხივებისთვის. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ხედავთ მოძრავ მანქანას, რომელიც ნელდება ხახუნის გამო, თქვენ ხედავთ ენერგიის დაკარგვას, კინეტიკური ენერგია გარდაიქმნება სითბოდ.
ორმაგი პულსარი კარგავს ენერგიას არა ხახუნით, არამედ გრავიტაციული ტალღებით, ის ასხივებს თავად სივრცის დროის ვიბრაციებს. 2015 წლის მე-14 სექტემბერს LIGO ლაზერული ინტერფერომეტრული გრავიტაციულ-ტალღური ობსერვატორია პირველად დააფიქსირა გრავიტაციული ტალღები პირდაპირ. ორი შავი ხვრელი შეერთდნენ ერთმანეთს ერთი მძიმე 3 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით და მათი შერწყმის ბოლო მომენტში, ბოლო წამში, სანამ ისინი გახდებოდნენ ერთი ობიექტი, ისინი გამოასხივეს ენერგიას, რომელიც აღემატებოდა მთელი სამყაროს ყველა ვარსკვლავის ერთობლივ სიკაშკაშეს. ეს ენერგია არ იყო სინათლე, ის იყო სივრცის დროის დამახინჯება, ტალღა გეომეტრიაში, რომელმაც გაიარა galaktikები და მიაღწია დედამიწამდე. როდესაც ეს ტალღა გაიარა LIGO-s დეტექტორებში, მან შეცვალა მანძილი 4 კილომეტრის მკლავებს შორის 1000 ნაწილით პროტონის დიამეტრისა, ცვლილება იმდენად პატარა, რომ ის არის როგორც ადამიანის თმისისკე შედარებით მანძილთან დედამიწასა და უახლოეს ვარსკვლავს შორის. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ გრძნობთ ვიბრაციას იატაკში მატარებლის გავლისას, თქვენ გრძნობთ მექანიკურ ტალღას, ენერგიას, რომელიც გადაეცემა მყარ-მასალაში. გრავიტაციული ტალღები არიან იგივე პრინციპი, მაგრამ გადაცემული არა მატერიაში, არამედ თავად სივრცეში. 2 წლის შემდეგ 2018 წლის მე-17 აგვისტოს LIGO-მ დააფიქსირა რაღაც ახალი გრავიტაციული ტალღები არა შავი ხვრელებისგან, არამედ ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმისგან. ამჯერად სიგნალი იყო განსხვავებული, უფრო გრძელი, უფრო რთული, უფრო მდიდარი ინფორმაციით. წარმოიდგინეთ ორი სიმფონია, ერთი მოკლე და ძლიერი, მეორე გრძელი და მრავალფეროვანი, თითოეული გვიამბობს განსხვავებულ ისტორიას. შავი ხვრელების შერწყმა არის სწრაფი კრეშენდო, ძლიერი, მაგრამ მოკლე. ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმა არის მთელი ოპერა, ის გრძელდება წუთებით, ცვლის ტონს, ავლენს დეტალებს. ასტრონომებმა მიმართეს თავიანთი ტელესკოპები იმ წერტილისკენ ცაში, საიდანაც მოდიოდა სიგნალი და დაინახეს რაღაც შეუდარებელი, კილონოვა, კოსმოსური აფეთქება, რომელიც ასხივებდა სინათლეს ყველა ტალღის სიგრძეზე, გამასხივებიდან რადიოტალღებამდე. ეს იყო პირველი მოვლენა, რომელიც დაფიქსირდა ერთდროულად გრავიტაციული ტალღებით და ელექტრომაგნიტური გამოსხივებით, პირველი ჯერ, როდესაც ადამიანობამ დაინახა კოსმოსური კატასტროფა ორი განსხვავებული გრძნობით. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ხედავთ ელვას და ისმენთ ქუხილს, თქვენ იღებთ ინფორმაციას ორი განსხვავებული გზით, სინათლე და ხმა, თითოეული გეუბნებათ რაღაც განსხვავებულს ერთი მოვლენის შესახებ. მაგრამ ამ შერწყმამ გამოავლინა კიდევ რაღაც საიდუმლო, რომელიც იმალებოდა მილიარდობით წლის განმავლობაში. როდესაც ორი ნეიტრონული ვარსკვლავი ერთმანეთს ერწყმის, ისინი ქმნიან არა მხოლოდ გრავიტაციულ ტალღებს და სინათლეს, ისინი ქმნიან ახალ ელემენტებს. წარმოიდგინეთ ალქიმიკოსის ოცნება, ტყვის ოქროთ გარდაქმნა, მაგრამ რეალური, ფიზიკური, შესაძლებელი. ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის დროს ნეიტრონების ნაწილი იფრქვევა კოსმოსში, ცხელი, მკვრივი, ნეიტრონებით გაჯერებული მატერია, რომელიც იწყებს სწრაფ ნეიტრონების დაჭერის პროცესს. ნეიტრონები ემატება ატომურ ბირთვებს ერთი მეორის მიყოლებით, აშენებენ უფრო და უფრო მძიმე ელემენტებს, ოქროს, პლატინას, ურანს, ყველა იმ ელემენტს, რომლებიც უფრო მძიმეა რკინაზე. ეს ელემენტები არ შეიძლება შეიქმნას ჩვეულებრივ ვარსკვლავებში, ისინი მოითხოვენ პირობებს, რომლებიც არსებობს მხოლოდ ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის დროს. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ხედავთ ოქროს ბეჭედს ან პლატინის საათს, თქვენ ხედავთ ნივთიერებას, რომელიც შეიქმნა კოსმოსურ კატასტროფაში, ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმაში, რომელიც მოხდა მილიარდობით წლის წინ, სადღაც შორეულ galaktikაში. თქვენი სხეულის ყველა მძიმე ატომი, იოდი თქვენს ფარისებრ ჯირკვალში, ოქრო თქვენს სისხლში, არის ვარსკვლავური კატაკლიზმის ნამსხვრევი. ნეიტრონული ვარსკვლავი არ არის მხოლოდ ობიექტი. ის არის პროცესი, ციკლი დაბადებისა, სიკვდილისა და ხელახალი დაბადებისა, რომელიც აკავშირებს ყველაფერს სამყაროში. წარმოიდგინეთ მდინარე, რომელიც მიედინება მთიდან ზღვამდე, ის არ არის უბრალოდ წყალი, არამედ სისტემა, რომელიც აკავშირებს ეკოსისტემებს, ატარებს მინერალებს, ქმნის ცხოვრებას. ნეიტრონული ვარსკვლავი არის კოსმოსური მდინარე, ის ატარებს მატერიას ერთი ფორმიდან მეორეში, აკავშირებს ვარსკვლავების თაობებს, ქმნის პირობებს ახალი სამყაროებისთვის. ის არის ადგილი, სადაც მატერია იშლება და ხელახლა იქმნება, სადაც ელემენტები იბადებიან, სადაც ენერგია გარდაიქმნება ფორმიდან ფორმაში. ის არის ლაბორატორია, სადაც ბუნება ატარებს ექსპერიმენტებს, რომლებიც შეუძლებელია დედამიწაზე, ექსპერიმენტებს სიმძიმით, მატერიით, სივრცით, დროით. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ხედავთ ბაღში ყვავილს, რომელიც იზრდება, თქვენ ხედავთ ციკლს, თესლი ხდება მცენარე, მცენარე ქმნის თესლებს, ციკლი გრძელდება. ნეიტრონული ვარსკვლავი არის ნაწილი კოსმოსური ციკლისა, ვარსკვლავი იბადება, ცხოვრობს, კვდება და მისი ნამსხვრევები ქმნიან ახალ ვარსკვლავებს.
და ის არის მესენჯერი, ობიექტი, რომელიც გვიგზავნის სიგნალებს გრავიტაციული ტალღების, სინათლის, ნაწილაკების სახით, გვიამბობს ისტორიებს იმის შესახებ, რაც ხდება სამყაროს ყველაზე ექსტრემალურ პირობებში. წარმოიდგინეთ არქეოლოგი, რომელიც პოულობს უძველეს ხელნაწერს, ტექსტს, რომელიც დაიწერა ათასობით წლის წინ, რომელიც ინახავს ცოდნას და კარგული ცივილიზაციის შესახებ. ნეიტრონული ვარსკვლავები გვიგზავნიან ხელნაწერებს, არა სიტყვებით, არამედ ფიზიკით, არა ქაღალდზე, არამედ სივრცის დროის ქსოვილში. და ჩვენ ბოლოს ვისწავლეთ მათი წაკითხვა. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ იღებთ წერილს შორეული მეგობრისგან, თქვენ იღებთ ინფორმაციას, რომელიც გადალახა მანძილს და დროს. ნეიტრონული ვარსკვლავები გვიგზავნიან წერილებს, რომლებიც მოგზაურობდნენ მილიარდობით წლის განმავლობაში, რათა მოგვითხრონ ისტორიები იმის შესახებ, როგორ იბადება, ცხოვრობს და კვდება სამყარო. რატომ არსებობს ეს ობიექტები? რატომ არ იქცევიან ყველა ვარსკვლავები შავხრელებად? რატომ აქვს ბუნებას ეს შუალედური საფეხური, ეს ბალანსის წერტილი, სადაც მატერია ჯერ კიდევ არის მატერია, მაგრამ თითქმის არაფერი? პასუხი იმალება არა ობიექტებში, არამედ კანონებში, ფუნდამენტურ პრინციპებში, რომლებიც მართავს სამყაროს. და ეს კანონები, როგორც აღმოჩნდა, არიან უფრო უცნაური, ვიდრე თავად ნეიტრონული ვარსკვლავები. ისინი არიან წესები, რომლებიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ნეიტრონულ ვარსკვლავებს, არამედ ყველაფერს, ატომებს, პლანეტებს, გალაქტიკებს, თქვენ და მე. და როდესაც ჩვენ ვიწყებთ მათ გაგებას, ჩვენ ვიწყებთ გაგებას, რომ სამყარო არ არის კოლექცია განცალკევებული ობიექტებისა, არამედ ერთიანი, ურთიერთდაკავშირებული მთლიანობა, სადაც ყველაფერი გავლენას ახდენს ყველაფერზე, სადაც არაფერი არ არის იზოლირებული, სადაც თითოეული ნაწილი შეიცავს ინფორმაციას მთლიანის შესახებ. არსებობს მომენტი, როდესაც ბავშვი პირველად ხედავს ზღვას, როდესაც ის დგას სანაპიროზე და აცნობიერებს, რომ ეს უსასრულო ლურჯი ზედაპირი არ არის უბრალოდ დიდი აუზი, არამედ რაღაც ფუნდამენტურად განსხვავებული. ის გრძნობს, რომ ეს წყალი აკავშირებს კონტინენტებს, ქმნის ამინდს, ინახავს ცხოვრებას, მოძრაობს მთვარის გავლენით. ის აცნობიერებს, რომ ზღვა არ არის ობიექტი, ის არის სისტემა, პროცესი, კავშირი. ნეიტრონული ვარსკვლავი არის ასეთი მომენტი ფიზიკისთვის, წერტილი, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ სამყარო არ არის კოლექცია იზოლირებული ნივთების, არამედ ერთიანი ქსოვილი, სადაც იგივე პრინციპები მუშაობენ ყველა მასშტაბზე. როდესაც ჩვენ ვსწავლობთ ნეიტრონულ ვარსკვლავს, ჩვენ ვსწავლობთ არა უბრალოდ ეგზოტიკურ ობიექტს, არამედ ფუნდამენტურ კანონებს, წესებს, რომლებიც მართავს ყველაფერს, ატომიდან გალაქტიკამდე, თქვენი სხეულიდან ვარსკვლავების გულამდე. რა არიან ეს კანონები? როგორ აკავშირებენ ისინი ყველაფერს ყველაფერთან? და რატომ არის ნეიტრონული ვარსკვლავი იდეალური ადგილი მათი გასაგებად? პასუხი ცვლის არა მხოლოდ იმას, რასაც ჩვენ ვიცით ნეიტრონული ვარსკვლავების შესახებ, არამედ იმასაც, რასაც ვიცით რეალობის შესახებ. ჩვენ ვსაუბრობდით პაულის გამორიცხვის პრინციპზე, კვანტურ კანონზე, რომელიც ამბობს, რომ ორი იდენტური ფერმიონი არ შეიძლება იყოს ერთსა და იმავე მდგომარეობაში. მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ეს პრინციპი არის არა უბრალოდ აკრძალვა, არამედ ფუნდამენტური თვისება რეალობისა, თვისება, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ნეიტრონულ ვარსკვლავებს, არამედ ყველაფერს. წარმოიდგინეთ კონცერტი, სადაც ყოველ მუსიკოსს აქვს თავისი ინსტრუმენტი, თავისი პარტია, თავისი ადგილი ორკესტრში, ორი მუსიკოსი არ შეიძლება უკრავდეს ერთსა და იმავე ნოტს ერთსა და იმავე ინსტრუმენტზე ერთსა და იმავე დროს. ეს არის არა შეზღუდვა, არამედ სტრუქტურა, წესი, რომელიც ქმნის ჰარმონიას, რომელიც აძლევს მუსიკას სიმდიდრეს, რომელიც აძლევს ორკესტრს იდენტობას. ელექტრონები თქვენს სხეულში, ნეიტრონები ნეიტრონულ ვარსკვლავში, ყველა ემორჩილება ამ პრინციპს, ყველა უკრავს თავის უნიკალურ პარტიას კოსმოსურ სიმფონიაში. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ისმენთ ორკესტრს და გრძნობთ, როგორ ერთიანდება ყველა ინსტრუმენტი ერთ მელოდიაში, თქვენ გრძნობთ იმას, რასაც გამორიცხვის პრინციპი ქმნის სტრუქტურას, რომელიც მოდის მრავალფეროვნებიდან, ჰარმონიას, რომელიც მოდის წესებიდან. ეს პრინციპი მუშაობს თქვენს კომპიუტერში, როდესაც ელექტრონები ივსებენ ენერგიულ დონეებს ნახევარგამტარებში, ქმნიან ციფრულ ლოგიკას, ნულებსა და ერთიანებს ინფორმაციას, რომელიც ამ წუთში საშუალებას გაძლევთ წაიკითხოთ ეს სიტყვები. ის მუშაობს მზეში, სადაც ელექტრონული დეგენერაციის წნევა შეაჩერებს კოლაფსს, როდესაც ბირთვული წვა დასრულდება და მზე გახდება თეთრი ჯუჯა, პატარა, მკვრივი ვარსკვლავი, რომელიც ნელა გაცივდება მილიარდობით წლის განმავლობაში. ის მუშაობს ალმასში, სადაც ნახშირბადის ატომები ივსებენ კვანტურ მდგომარეობებს იმდენად ეფექტურად, რომ ქმნიან ყველაზე მყარ-ბუნებრივ მასალას, კრისტალს, რომელიც ასახავს სინათლეს, რომელიც უძლებს წნევას, რომელიც ინახავს სილამაზეს მილიონობით წლის განმავლობაში.
ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ხედავთ ალმასის ბრწყინვალებას, მის სიმტკიცეს, მის სიმკვრივეს, მის უნარს გადაიტანოს სინათლე, თქვენ ხედავთ გამორიცხვის პრინციპის მუშაობას, იგივე პრინციპის, რომელიც იცავს ნეიტრონულ ვარსკვლავს კოლაფსისგან. მაგრამ ეს პრინციპი არის მხოლოდ ერთი ძაფი კოსმოსურ ქსოვილში. ჩვენ ვსაუბრობდით სიმძიმეზე, როგორც ძალაზე, რომელიც იზიდავს მასებს, როგორც უხილავ ხელზე, რომელიც იკავებს პლანეტებს ორბიტებზე, რომელიც აგდებს ვაშლს ხიდან, რომელიც ქმნის მდებს და ოკეანეებს. მაგრამ ეინშტეინმა გვიჩვენა, რომ სიმძიმე არის არა ძალა, არამედ გეომეტრია, სივრცის დროის მოხრა და მახინჯება, რომელსაც ქმნის მასა და ენერგია. წარმოიდგინეთ გაჭიმული ქსოვილი, რომელზე დევს მძიმე ბურთი, ის ქმნის ჩაღრმავებას და პატარა ბურთები, რომლებიც მოძრაობენ ახლოს, იწყებენ ბრუნვას ამ ჩაღრმავების გარშემო. ეს არის არა იმიტომ, რომ მძიმე ბურთი იზიდავს მათ, არამედ იმიტომ, რომ ქსოვილის ზედაპირი მოხრილია, გეომეტრია შეცვლილია. ნეიტრონული ვარსკვლავი არის იმდენად მძიმე, რომ ის ქმნის თითქმის უსასრულო ჩაღრმავებას სივრცის დროში, ჩაღრმავებას იმდენად ღრმას, რომ სინათლე თავად იხრება, დრო ნელდება, გეომეტრია ამახინჯებს. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ხედავთ ბურთს, რომელიც ბრუნავს თასში, როდესაც ის მიჰყვება მოხრილ ზედაპირს, ეძებს ყველაზე დაბალ წერტილს, თქვენ ხედავთ მინიატურულ ვერსიას იმისა, რაც ხდება, როდესაც პლანეტა ბრუნავს ვარსკვლავის გარშემო, როდესაც სინათლე იხრება ნეიტრონული ვარსკვლავის გარშემო. და ეს გეომეტრია არის დინამიური, ის იცვლება, ვიბრირებს, ქმნის ტალღებს. ჩვენ ვსაუბრობდით გრავიტაციულ ტალღებზე, რიყულებზე სივრცის დროში, რომლებიც ვრცელდებიან ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმისგან. მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ეს ტალღები არიან არა რაღაც ეგზოტიკური, არამედ ბუნებრივი შედეგი იმისა, რომ სივრცე-დრო არის დინამიური ქსოვილი, რომელიც რეაგირებს მოძრაობაზე. წარმოიდგინეთ ბარდა, რომელზე დაჭიმულია ქსოვილი, როდესაც თქვენ აწევთ ერთ კუთხეს და აქნევთ, ვიბრაცია ვრცელდება მთელ ზედაპირზე, ქმნის ტალღებს, რომლებიც ატარებენ ენერგიას, ინფორმაციას, რიტმს. სივრცე-დრო არის ასეთი ქსოვილი და მასიური ობიექტები, რომლებიც მოძრაობენ ან ერწყმებიან ერთმანეთს, ქმნიან ვიბრაციებს, გრავიტაციულ ტალღებს, რომლებიც ატარებენ ინფორმაციას, ენერგიას, ისტორიას. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ აკრავთ გიტარას და ხედავთ, როგორ ვიბრირებს სიმი, როგორ ქმნის ტალღებს, რომლებიც ვრცელდებიან ჰაერში და ხდებიან ხმა, მელოდია, მუსიკა, თქვენ ხედავთ ანალოგიას იმისა, რაც ხდება, როდესაც ნეიტრონული ვარსკვლავები ქმნიან გრავიტაციულ ტალღებს, რომლებიც ვრცელდებიან სივრცეში და ხდებიან სიგნალი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ დედამიწაზე. ჩვენ ვსაუბრობდით ენერგიის შენარჩუნების კანონზე, პრინციპზე, რომელიც ამბობს, რომ ენერგია არ იქმნება და არ ქრება, მხოლოდ გარდაიქმნება ფორმიდან ფორმაში. ეს კანონი მუშაობს ნეიტრონულ ვარსკვლავში, როდესაც გრავიტაციული პოტენციური ენერგია გარდაიქმნება კინეტიკურ ენერგიად, შემდეგ სითბოდ, შემდეგ გამოსხივებად. ის მუშაობს თქვენს სამზარეულოში, როდესაც თქვენ აადუღებთ წყალს, ელექტრული ენერგია გარდაიქმნება სითბოდ, სითბო გარდაიქმნება მოლეკულების მოძრაობად, მოძრაობა ქმნის ორთქლს. ის მუშაობს თქვენს სხეულში, როდესაც თქვენ ჭამთ საკვებს, ქიმიური ენერგია გარდაიქმნება მექანიკურ ენერგიად, რომელიც აძლევთ უნარს იმოძრაოთ, იფიქროთ, იცხოვროთ. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ხედავთ ბავშვს, რომელიც ქანაობს, როდესაც ის აწევს ხელებს და ბრუნვა სწრაფდება, შემდეგ უშვებს ხელებს და ბრუნვა ნელდება, თქვენ ხედავთ კუთხური იმპულსის შენარჩუნების კანონს, იგივე კანონს, რომელიც აჩქარებს ნეიტრონული ვარსკვლავის ბრუნვას, როდესაც ის იკუმშება. და ახლა ვხედავთ ყველაზე ღრმა ჭეშმარიტებას, ის, რაც აკავშირებს ყველაფერს. ნეიტრონული ვარსკვლავი არის არა უბრალოდ ობიექტი, არამედ გაკვეთილი დემონსტრაცია იმისა, თუ როგორ მუშაობს რეალობა, როდესაც ყველა ძალა, ყველა პრინციპი, ყველა კანონი მუშაობს ერთდროულად მაქსიმალურ ინტენსივობაზე. წარმოიდგინეთ ლაბორატორიას, სადაც მეცნიერი ატარებს ექსპერიმენტს, ის ცვლის ერთ პარამეტრს და აკვირდება შედეგს, შემდეგ ცვლის მეორეს, შემდეგ მესამეს. მაგრამ ნეიტრონული ვარსკვლავი არის ექსპერიმენტი, სადაც ყველა პარამეტრი არის ექსტრემალურ მნიშვნელობაზე ერთდროულად მაქსიმალური სიმკვრივე, მაქსიმალური სიმძიმე, მაქსიმალური მაგნიტური ველი, მაქსიმალური ბრუნვის სიჩქარე. ის გვიჩვენებს, რომ სამყარო არის არა ქაოსი, არამედ კოსმოსი, მოწესრიგებული სისტემა, სადაც ყველაფერი დაკავშირებულია ყველაფერთან, სადაც იგივე კანონები მუშაობენ ატომში და galaktikაში, თქვენ სხეულში და ვარსკვლავის გულში. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ხედავთ ძლიერ შტორმს, როდესაც ქარი, წვიმა, ელვა, ქუხილი მუშაობენ ერთდროულად, ქმნიან სპექტაკლს, რომელიც ამხელს ატმოსფეროს ძალებს, თქვენ ხედავთ ანალოგიას იმისა, რაც არის ნეიტრონული ვარსკვლავი, კოსმოსური შტორმი, სადაც სამყაროს ყველა ძალა მუშაობს ერთდროულად. ნეიტრონული ვარსკვლავი გვიჩვენებს, რომ ექსტრემალური არის არა გამონაკლისი, არამედ გამოვლინება, ადგილი, სადაც ჩვეულებრივი კანონები ხდებიან ხილვადი, სადაც დამალული პრინციპები გამოდიან ჩრდილიდან, სადაც რეალობის სტრუქტურა ხდება გამჭვირვალე.
წარმოიდგინეთ მიკროსკოპი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაინახოთ უჯრედები, სტრუქტურები, რომლებიც ყოველთვის იყო იქ, მაგრამ უხილავი იყო შეუიარაღებელი თვალისთვის. ნეიტრონული ვარსკვლავი არის კოსმოსური მიკროსკოპი, ის გვიჩვენებს სტრუქტურებს, რომლებიც ყოველთვის არსებობენ, მაგრამ რომლებიც ხდებიან ხილვადი მხოლოდ ექსტრემალურ პირობებში. ის გვიჩვენებს, რომ კანონები, რომლებიც მართავს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, როდესაც თქვენ დგახართ, სუნთქავთ, მოძრაობთ, არიან იგივე კანონები, რომლებიც მართავენ ყველაზე ექსტრემალურ ობიექტებს სამყაროში. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ეხებით კედელს და თქვენი ხელი არ გადის მასში, თქვენ განიცდით პაულის გამორიცხვის პრინციპს, იგივე პრინციპს, რომელიც იცავს ნეიტრონულ ვარსკვლავს. როდესაც თქვენ ხტებით და ბრუნდებით ქვემოთ, თქვენ განიცდით სიმძიმეს, იგივე ძალას, რომელიც ქმნის ნეიტრონულ ვარსკვლავს. როდესაც თქვენი გული ცემს, თქვენ განიცდით რიტმს, იგივე პრინციპს, რომელიც ქმნის პულსარის პულსებს. და ეს გვიბიძგებს უკანასკნელ გააზრებამდე, რომელიც ცვლის არა მხოლოდ იმას, რასაც ჩვენ ვიცით ნეიტრონული ვარსკვლავების შესახებ, არამედ იმასაც, რასაც ვიცით საკუთარი თავის შესახებ. ჩვენ ვართ, ისევე როგორც ნეიტრონული ვარსკვლავი, ბალანსის შედეგი, წონასწორობა ძალებს შორის, რომლებიც ცდილობენ შეკუმშონ ჩვენ და ძალებს შორის, რომლებიც ცდილობენ გაფართოვონ ჩვენ. ჩვენი სხეულები ინარჩუნებენ ფორმას იმიტომ, რომ ელექტრომაგნიტური ძალები აბალანსებენ სიმძიმეს. ჩვენი ატომები არსებობენ იმიტომ, რომ კვანტური პრინციპები აბალანსებენ ელექტრულ მიზიდულობას. ჩვენი ცხოვრება გრძელდება იმიტომ, რომ ბიოლოგიური პროცესები აბალანსებენ ენტროპიას, ქაოსს, რომელიც ცდილობს დაშალოს ყველა სტრუქტურა. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც აშენებს კოშკს კუბებისგან, ის აბალანსებს ყოველ კუბს, ქმნის სტრუქტურას, რომელიც დგას იმიტომ, რომ ყველა ნაწილი უჭერს ერთმანეთს. ჩვენ ვართ ასეთი კოშკები, სტრუქტურები, რომლებიც დგანან იმიტომ, რომ ძალები აბალანსებენ ერთმანეთს, იმიტომ, რომ კანონები მუშაობენ ჰარმონიაში. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ სუნთქავთ, როდესაც თქვენი ფილტვები ფართოვდებიან და იკუმშებიან, თქვენ განიცდით ბალანსს წნევებს შორის, იგივე ტიპის ბალანსს, რომელიც ინარჩუნებს ნეიტრონულ ვარსკვლავს. ნეიტრონული ვარსკვლავი არ არის უბრალოდ ფიზიკური ობიექტი. ის არის ფილოსოფიური სარკე, ზედაპირი, რომელიც ასახავს ჩვენს საკუთარ არსებობას, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენ ვართ ნაწილი რაღაც უფრო დიდისა. ის გვიჩვენებს, რომ სამყარო არის არა კოლექცია განცალკევებული ნივთებისა, არამედ ერთიანი ქსოვილი, ქსელი კავშირებისა, სადაც ყველაფერი გავლენას ახდენს ყველაფერზე, სადაც არაფერი არ არის იზოლირებული, სადაც თითოეული ნაწილი შეიცავს ინფორმაციას მთლიანის შესახებ. წარმოიდგინეთ ჰოლოგრამა, სურათი, რომელშიც თითოეული ნაწილი შეიცავს ინფორმაციას მთელი სურათის შესახებ, სადაც თქვენ შეგიძლიათ აღადგინოთ მთლიანობა ნებისმიერი ფრაგმენტიდან. სამყარო არის ასეთი ჰოლოგრამა, სადაც თითოეული ნაწილი, თითოეული ატომი, თითოეული ნეიტრონული ვარსკვლავი, თითოეული ადამიანი შეიცავს ინფორმაციას მთლიანის შესახებ, ემორჩილება იგივე კანონებს, მონაწილეობს იგივე კოსმოსურ ცეკვაში. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ აწევთ თვალებს ღამისცისკენ და ხედავთ ვარსკვლავებს, როდესაც თქვენ გრძნობთ იმ კავშირს, იმ ერთობას ყველაფერთან, თქვენ განიცდით იმას, რაც ნეიტრონული ვარსკვლავი გვასწავლის, რომ ჩვენ ყველანი ვართ ნაწილი ერთი დიდი ისტორიისა, ერთი კოსმოსური ციკლისა, რომელიც აკავშირებს ყველაფერს ყველაფერთან. და ეს გვიბიძგებს უკანასკნელ კითხვამდე, რომელიც აღემატება ფიზიკას და შედის ფილოსოფიაში, რომელიც ეხება არა იმას, რა არის, არამედ იმას, რატომ არის. თუ ნეიტრონული ვარსკვლავი არის ბალანსის შედეგი, თუ ის არსებობს იმიტომ, რომ კანონები აბალანსებენ ერთმანეთს, მაშინ რატომ არსებობენ ეს კანონები? რატომ არის სამყარო მოწესრიგებული ასე, რომ შესაძლებელია არსებობა, არა მხოლოდ ნეიტრონული ვარსკვლავების, არამედ ატომების, მოლეკულების, უჯრედების, ადამიანების, სიცოცხლის, აზროვნების, სიყვარულის? რატომ არის რეალობა ისეთი, რომ ის იძლევა სივრცეს სტრუქტურისთვის, დროს ევოლუციისთვის, შესაძლებლობას გაგებისთვის? ეს კითხვები აღემატება მეცნიერებას, ისინი ეხება იმას, რაც ჩვენ ვუწოდებთ მნიშვნელობას, მიზანს, საიდუმლოს. და შესაძლოა, პასუხი იმალება არა ფორმულებში, არამედ თავად ფაქტში, რომ ჩვენ შეგვიძლია დავსვათ ეს კითხვები, რომ სამყარო შექმნა არსებებს, რომლებსაც შეუძლიათ დააკვირდნენ მას, გაიგონ მას, იკითხონ რატომ, იგრძნონ კავშირი ყველაფერთან. შესაძლოა, ნეიტრონული ვარსკვლავი არის არა მხოლოდ ობიექტი, არამედ მესიჯი, შეხსენება იმისა, რომ ჩვენ ვართ ნაწილი რაღაც უფრო დიდისა, რომ ჩვენ ვართ დაკავშირებულნი ყველაფერთან, რომ ჩვენ ვართ გზა, რომლითაც სამყარო იცნობს საკუთარ თავს. გახსოვთ, როგორ დავიწყეთ? ჩაის კოვზით, რომელიც იწონის 6 მილიარდ ტონას, მთელი კაცობრიობის წონას, შეკუმშულს შაქრის მარცვლის ზომამდე. მაშინ ეს ჟღერდა როგორც შეუძლებლობა, როგორც აბსურდი, როგორც რაღაც, რაც არღვევს ყველა ინტუიციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მუშაობდეს სამყარო.
მაგრამ ახლა ამ მოგზაურობის ბოლოს, მოგზაურობის, რომელმაც გაგვიყვანა ვარსკვლავების სიკვდილიდან მატერიის ბუნებამდე, ფიზიკის კანონებიდან რეალობის გეომეტრიამდე, კონკრეტული ობიექტიდან უნივერსალურ პრინციპებამდე, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შეუძლებლობა არის არა გამონაკლისი, არამედ გამოვლინება. ნეიტრონული ვარსკვლავი არ არის უცნაური კურიოზი სამყაროს კიდეებზე. ის არის სარკე, ზედაპირი, რომელიც ასახავს იმას, რაც ჩვენ ყველანი ვართ, იმას, თუ როგორ მუშაობს არსებობა, როდესაც ყველა ფარდა იხსნება და რეალობა ცხოვრობს თავისი ნამდვილის სახით. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ასხამთ შაქარს ყავაში და აურევთ კოვზით, თქვენ ეხებით იმავე მატერიას, რომელიც ნეიტრონულ ვარსკვლავში ცხოვრობს სრულიად განსხვავებული ფორმით. არა როგორც კრისტალები, რომლებიც იშლებიან წყალში, არამედ როგორც ნეიტრონების ოკეანე, რომელიც არასოდეს ნგრევა, არასოდეს ჩერდება, არასოდეს ივიწყებს თავის ბრუნვას. მაგრამ ახლა თქვენ იცით, ეს არის არა უბრალოდ ფაქტი, არამედ მეტაფორა, კარი, რომელიც იხსნება უფრო ღრმა ჭეშმარიტებისკენ. მაგრამ ეს არის უფრო მეტი, ვიდრე ფიზიკა. ეს არის მეტაფიზიკა, ისტორია იმის შესახებ, თუ რა ნიშნავს არსებობა, როდესაც ყველა ზღვარი მიაღწევს თავის ლიმიტს, როდესაც რეალობა თავად ხდება გამჭვირვალე. ნეიტრონული ვარსკვლავი გვეუბნება, რომ რეალობა არის არა ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მყარი, სტაბილური, გასაგები. რეალობა არის პლასტიური, დინამიური, ტრანსფორმაციული, ცოცხალი პროცესი, რომელიც არასოდეს ჩერდება, არასოდეს ყინავს, არასოდეს ამთავრებს თავის ცეკვას. ის იცვლება პირობების მიხედვით, ატომები ხდებიან ნეიტრონები, სივრცე იხრება დროში, დრო ნელდება სიმძიმის ქვეშ, ენერგია გარდაიქმნება მატერიად, მატერია გარდაიქმნება ენერგიად. და ყველაზე ღრმა ჭეშმარიტება ის არის, რომ ეს ტრანსფორმაცია არ არის განადგურება, ის არის გაგრძელება, ევოლუცია, გზა, რომლითაც სამყარო იცნობს საკუთარ თავს. როდესაც ვარსკვლავი კვდება და იბადება ნეიტრონული ვარსკვლავი, არაფერი კარგავს, მას არ რჩება, ენერგია არ რჩება, ინფორმაცია არ რჩება, ისტორია არ რჩება. იცვლება მხოლოდ ფორმა, კონფიგურაცია, გზა, რომლითაც მატერია ორგანიზებულია სივრცეში. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ხედავთ ყინულს, რომელიც დნება და ხდება წყალი, შემდეგ აორთქლდება და ხდება ღრუბელი, შემდეგ ბრუნდება წვიმად, როდესაც თქვენ ხედავთ იმავე მოლეკულებს უსასრულო ციკლში, თქვენ ხედავთ იმავე პრინციპს, რომელიც მუშაობს ნეიტრონულ ვარსკვლავში. არაფერი არ იკარგება, ყველაფერი გარდაიქმნება, ყველაფერი გრძელდება. და ეს გვიყვანს უფრო ღრმა კითხვებამდე, რომლებსაც არ აქვთ მარტივი პასუხები, მაგრამ რომლებიც ღირს დასმა, რომლებიც იხსნება არა როგორც პრობლემები, არამედ როგორც საიდუმლოები, რომლებიც უნდა იცხოვროს. თუ მატერია შეიძლება არსებობდეს იმდენი განსხვავებული ფორმით, როგორც ატომები თქვენს სხეულში, როგორც პლაზმა მზის გულში, როგორც ნეიტრონები ნეიტრონულ ვარსკვლავში, როგორც კვარკები მის ცენტრში, შესაძლოა როგორც რაღაც სრულიად უცნობი შავ ხვრელში. მაშინ რა არის მატერია ნამდვილად? არის თუ არა ის ფუნდამენტური რეალობა, თუ მხოლოდ გამოვლინება რაღაც უფრო ღრმისა, ენერგიის, ველების, გეომეტრიის, ინფორმაციის, პატერნის, რომელიც ცეკვავს სივრცის დროში. და თუ სივრცე და დრო შეიძლება იხრებოდეს და ამახინჯდეს, შეიცვალოს სიმძიმის ქვეშ, მაშინ არიან თუ არა ისინი ფუნდამენტური, თუ მხოლოდ ზედაპირი, ქსოვილი, რომელიც ფარავს რაღაც უფრო ღრმას, რაღაც, რაც აღემატება ფორმას და ხდება თავად არსებობის პირობა. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ხედავთ ტალღებს ოკეანეზე, როდესაც თქვენ ხედავთ მათ მოძრაობას, მათ ფორმას, მათ ენერგიას, მათ რიტმს, თქვენ იკითხავთ, რა არის ტალღა? არის თუ არა ის წყალი, თუ მხოლოდ მოძრაობა წყალში? არის თუ არა ის ობიექტი, თუ პროცესი? ნეიტრონული ვარსკვლავი გვაიძულებს ვიკითხოთ იგივე კითხვა რეალობის შესახებ, რა არის ნამდვილი, ობიექტები, თუ პროცესები? ფორმები, თუ ტრანსფორმაციები? ნივთიერებები, თუ ურთიერთობები? და კიდევ უფრო ღრმად, თუ ნეიტრონული ვარსკვლავი არსებობს იმიტომ, რომ კანონები აბალანსებენ ერთმანეთს, კვანტური წნევა აბალანსებს სიმძიმეს, ელექტრომაგნიტური ძალა აბალანსებს ბირთვულ ძალას, ენერგია აბალანსებს მასას, სივრცე აბალანსებს დროს, მაშინ რატომ არსებობენ ეს კანონები? რატომ არის სამყარო მოწესრიგებული ზუსტად ასე, რომ შესაძლებელია არსებობა, არა მხოლოდ ნეიტრონული ვარსკვლავების, არამედ ატომების, მოლეკულების, უჯრედების, ორგანიზმების, ცნობიერების, სიყვარულის, კითხვების? ფიზიკოსები უწოდებენ ამას ფაინ-ტიუნინგს, ფაქტს, რომ ფუნდამენტური კონსტანტები, სინათლის სიჩქარე, გრავიტაციული მუდმივა, ელექტრონის მუხტი, პლანკის მუდმივა, არიან ზუსტად იმ მნიშვნელობებზე, რომლებიც იძლევიან ატომების, ვარსკვლავების, პლანეტების, სიცოცხლის, აზროვნების არსებობას. თუ ეს მნიშვნელობები იქნებოდა ოდნავ განსხვავებული, თუ სიმძიმე იქნებოდა ოდნავ უფრო ძლიერი ან ოდნავ უფრო სუსტი, ნეიტრონული ვარსკვლავები არ არსებობდნენ, ან ყველა ვარსკვლავი იქნებოდა ნეიტრონული ვარსკვლავი, ან არაფერი არ არსებობდა გარდა ქაოსისა, სიცარიელისა, უაზრობისა.
ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ აწყობთ კარტის სახლს, როდესაც თქვენ აბალანსებთ ყოველ ბარათს ზუსტად სწორ კუთხეში, ზუსტად სწორ ადგილას, თქვენ გრძნობთ იმავე ფრაგილურობას, იმავე ზუსტობას, იმავე საიდუმლო ჰარმონიას, რომელიც საჭიროა სამყაროს არსებობისთვის. მაგრამ ვინ ან რა აწყობს ამ კარტის სახლს? ვინ ან რა ირჩევს ამ მნიშვნელობებს? ეს არის კითხვა, რომელიც აღემატება ფიზიკას და შედის ფილოსოფიაში, თეოლოგიაში, პოეზიაში, საიდუმლოში. შესაძლოა, პასუხი არ არის ვინ ან რა, არამედ როგორ, არა მიზეზი, არამედ პროცესი, არა შემოქმედი, არამედ შემოქმედება. შესაძლოა, სამყარო არ არის შექმნილი, არამედ თვითორგანიზებული სისტემა, რომელიც ქმნის წესრიგს ქაოსიდან, სტრუქტურას სიცარიელიდან, სიცოცხლეს მატერიისგან, მნიშვნელობას შემთხვევიდან. ნეიტრონული ვარსკვლავი არის მაგალითი ამ თვითორგანიზაციისა, ის არ არის დაგეგმილი, არ არის შექმნილი გარედან, არ არის დახატული რაიმე ჩანახატზე, არამედ წარმოიქმნება ბუნებრივად, აუცილებლად, ელეგანტურად. როდესაც ვარსკვლავი აღწევს თავის ლიმიტს და ძალები იწყებენ ახალ ბალანსს, ახალ ცეკვას, ახალ ჰარმონიას. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ხედავთ თოვლის ფანტელს, მის იდეალურ სიმეტრიას, მის ელეგანტურ გეომეტრიას, მის უნიკალურ სილამაზეს, თქვენ ხედავთ თვითორგანიზაციას, წყლის მოლეკულები, რომლებიც ალაგდებიან ბუნებრივად, მიჰყვებიან კვანტურ კანონებს, ქმნიან სილამაზეს გეგმის გარეშე, ქმნიან წესრიგს ინსტრუქციის გარეშე. შესაძლოა, მთელი სამყარო არის ასეთი თოვლის ფანტელა, არა დიზაინის შედეგი, არამედ თვითორგანიზაციის შედეგი, პროცესი, რომელიც ქმნის წესრიგს, იმიტომ რომ კანონები ბუნებრივად მიდრეკილნი არიან ბალანსისკენ, სტრუქტურისკენ, არსებობისკენ, სილამაზისკენ. მაგრამ ეს არ ამცირებს საიდუმლოს, პირიქით ის აღრმავებს მას, აფართოებს მას, აძლევს მას ახალ განზომილებებს. იმის ცოდნა, თუ როგორ მუშაობს ნეიტრონული ვარსკვლავი, იმის გაგება, რომ ის არის კვანტური წნევის და სიმძიმის ბალანსი, რომ ის არის გეომეტრიის და ენერგიის ცეკვა, არ ხდის მას ნაკლებ საოცარს. პირიქით ის ხდის მას უფრო საოცარს, უფრო ღრმას, უფრო მნიშვნელოვანს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საოცრება არ არის მაგია, არამედ მათემატიკა, არა ილუზია, არამედ რეალობა, რომელიც მუშაობს პრინციპებით, რომლებსაც ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რომლებსაც ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ, რომლებთან ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ისწავლით, თუ როგორ მუშაობს რაიმე, როგორ იზრდება მცენარე, როგორ მუშაობს გული, როგორ ფრენს ფრინველი, როგორ ფიქრობს ტვინი, თქვენ არ კარგავთ ტრეპედს, არამედ იძენთ ახალ ტრეპედს, უფრო ღრმას, უფრო მდიდარს, უფრო პირადს. ნეიტრონული ვარსკვლავი გვასწავლის, რომ ცოდნა არ არის საიდუმლოს მტერი, ის არის საიდუმლოს კარი, გზა უფრო ღრმა გაგებისკენ, უფრო დიდი კითხვებისკენ, უფრო ინტიმური კავშირისკენ იმასთან, რაც არსებობს. და ეს გვიყვანს ბოლო, ყველაზე პირად კითხვამდე. რა ვართ ჩვენ ამ ყველაფერში? ჩვენ ადამიანები, არსებები, რომლებიც შექმნილნი ვართ იმავე ატომებისგან, რომლებიც ნეიტრონულ ვარსკვლავში ხდებიან, ნეიტრონები, იმავე ენერგიისგან, რომელიც ქმნის გრავიტაციულ ტალღებს, იმავე კანონებისგან, რომლებიც მართავენ კოსმოსს, იმავე პრინციპებისგან, რომლებიც აბალანსებენ ძალებს. ჩვენ არ ვართ დამკვირვებლები გარედან, ჩვენ ვართ ნაწილი იმისა, რასაც ვაკვირდებით, ჩვენ ვართ მონაწილეები იმ პროცესში, რომელსაც ვსწავლობთ, ჩვენ ვართ გზა, რომლითაც სამყარო იცნობს საკუთარ თავს. ყოველი ატომი თქვენს სხეულში შეიქმნა ვარსკვლავში, წყალბადი და ჰელიუმი დიდი აფეთქების შემდეგ, ნახშირბადი და ჟანგბადი ვარსკვლავების გულში, რკინა სუპერნოვაში, ოქრო და იოდი ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმაში. თქვენ არ ხართ უბრალოდ სამყაროში, თქვენ ხართ სამყარო, რომელიც გახდა ცნობიერი, რომელმაც გახსნა თვალები და დაიწყო საკუთარი თავის დაკვირვება, რომელმაც ისწავლა კითხვა, ფიქრი, გრძნობა, სიყვარული. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ისუნთქავთ, როდესაც ჟანგბადი შედის თქვენს ფილტვებში და ემატება თქვენს სისხლს, როდესაც ის აღწევს თქვენს უჯრედებამდე და ქმნის ენერგიას, თქვენ ისუნთქავთ ატომებს, რომლებიც შეიქმნა ვარსკვლავში, რომელიც კვდებოდა მილიარდობით წლის წინ, სადღაც შორეულ გალაქტიკაში. თქვენ ხართ ვარსკვლავური მტვერი, რომელმაც ისწავლა ფიქრი, გრძნობა, კითხვა, ოცნება. და ეს ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ ვსწავლობთ ნეიტრონულ ვარსკვლავს, ჩვენ ვსწავლობთ საკუთარ თავს არა მეტაფორულად, არამედ ლიტერალურად, ფიზიკურად, ფუნდამენტურად. ჩვენ ვსწავლობთ, თუ როგორ მუშაობს მატერია, როდესაც ის მიაღწევს თავის ლიმიტს და ეს გვეუბნება რაღაცას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ჩვენი საკუთარი მატერია, ჩვენი საკუთარი სხეული, ჩვენი საკუთარი არსებობა. ჩვენ ვსწავლობთ, თუ როგორ ქმნის სიმძიმე გეომეტრიას და ეს გვეუბნება რაღაცას იმის შესახებ, თუ როგორ ქმნის ჩვენი არსებობა მნიშვნელობას, როგორ ვიხრებით სივრცეს ჩვენს გარშემო, როგორ ვტოვებთ კვალს დროში, როგორ ვაკავშირებთ წარსულს მომავალთან. ჩვენ ვსწავლობთ, თუ როგორ ბალანსდებიან ძალები ნეიტრონულ ვარსკვლავში და ეს გვეუბნება რაღაცას იმის შესახებ, თუ როგორ ვბალანსდებით ჩვენ, როგორ ვინარჩუნებთ წონასწორობას ქაოსსა და წესრიგს შორის, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, ცოდნასა და საიდუმლოს შორის, ინდივიდუალურსა და უნივერსალურს შორის.
ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ დგახართ და არ ეცემით, როდესაც თქვენი სხეული ინარჩუნებს ბალანსს სიმძიმის წინააღმდეგ, როდესაც თქვენი გული ცემს რიტმულად, როდესაც თქვენი ფიქრები მიედინებიან ერთიდან მეორეში, თქვენ განიცდით იმავე პრინციპს, რომელიც ინარჩუნებს ნეიტრონულ ვარსკვლავს. ბალანსი არ არის სტატიკური, ის არის დინამიური, მუდმივი კორექტირება, მუდმივი ბრძოლა, მუდმივი ცეკვა, მუდმივი შემოქმედება. და შესაძლოა ეს არის ყველაზე ღრმა გაკვეთილი, რომელსაც ნეიტრონული ვარსკვლავი გვასწავლის, რომ არსებობა არ არის მდგომარეობა, არამედ პროცესი, არა ფიქსირებული რეალობა, არამედ მუდმივი ტრანსფორმაცია, არა ობიექტი, არამედ მოვლენა, არა ნივთიერება, არამედ ურთიერთობა. ნეიტრონული ვარსკვლავი არ არის უბრალოდ ობიექტი, რომელიც იქ არის, ის არის მოვლენა, რომელიც ხდება, პროცესი, რომელიც გრძელდება, ბალანსი, რომელიც ინარჩუნება, ისტორია, რომელიც უთხრობს საკუთარ თავს. ის იბადება სუპერნოვაში, ცხოვრობს მილიარდობით წლის განმავლობაში, ასხივებს ენერგიას, ბრუნავს, პულსირებს, შესაძლოა ერწყმის სხვა ვარსკვლავს და ქმნის ახალ ელემენტებს, ახალ სტრუქტურებს, ახალ შესაძლებლობებს, ახალ სამყაროებს. და ჩვენც ასევე, ჩვენ არ ვართ ფიქსირებული ობიექტები, არამედ პროცესები, რომლებიც ხდებიან, ისტორიები, რომლებიც უთხრობენ საკუთარ თავს. ჩვენი ატომები იცვლებიან, ჩვენი უჯრედები იცვლებიან, ჩვენი აზრები იცვლებიან, ჩვენი გრძნობები იცვლებიან. ყოველ წამს ჩვენ ვართ ოდნავ განსხვავებული ვიდრე წინა წამში და მაინც ჩვენ რჩებით ჩვენ, არა იმიტომ რომ ჩვენ ვართ უცვლელი, არამედ იმიტომ რომ ჩვენ ვინარჩუნებთ უწყვეტობას, პატერნს, იდენტობას ცვლილებაში, ჰარმონიას ტრანსფორმაციაში. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ იხსენებთ ბავშვობას, როდესაც თქვენ აცნობიერებთ, რომ თქვენი სხეული სრულიად განსხვავებულია, მაგრამ თქვენ ჯერ კიდევ თქვენ ხართ, თქვენი ხმა ჯერ კიდევ თქვენი ხმა, თქვენ განიცდით ამ პარადოქსს, უწყვეტობა ცვლილებაში, იდენტობა ტრანსფორმაციაში, მუდმივობა დინამიკაში. და ეს გვიბიძგებს ბოლო ღია კითხვისკენ, რომელსაც არ აქვს პასუხი, მაგრამ რომელიც თავად არის პასუხი, რომელიც თავად არის გზა. თუ ყველაფერი იცვლება, თუ ატომები ხდებიან ნეიტრონები, ვარსკვლავები ხდებიან შავხრელებად, ჩვენ ვიცვლებით ყოველ წამს, სამყარო ვითარდება ყოველ მომენტში, მაშინ რა რჩება? რა არის ის, რაც არ იცვლება, რაც არის მუდმივი, რაც არის ფუნდამენტური, რაც არის ნამდვილი? შესაძლოა, პასუხი არის არა, არამედ როგორ არა ობიექტი, არამედ პროცესი, არა ნივთიერება, არამედ ურთიერთობა, არა ფორმა, არამედ პრინციპი. რაც რჩება არის არა ატომები, არამედ პატერნები, გზა, რომლითაც ატომები ალაგდებიან, ცეკვა, რომელსაც ისინი ასრულებენ. რაც რჩება არის არა ენერგია, არამედ ინფორმაცია, სტრუქტურა, რომელიც ატარებს ენერგია, მნიშვნელობა, რომელიც ემატება ფორმას. რაც რჩება არის არა ფორმა, არამედ ტრანსფორმაცია, უნარი შეიცვალოს, ადაპტირდეს, გაგრძელდეს, შექმნას ახალი. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ისმენთ მუსიკას, როდესაც თქვენ აცნობიერებთ, რომ მუსიკა არ არის ნოტები, არამედ ურთიერთობა ნოტებს შორის, არა ხმები, არამედ პატერნი ხმებში, არა ობიექტი, არამედ გამოცდილება, თქვენ ეხებით ამ ჭეშმარიტებას, რომ რეალობა არის არა ობიექტები, არამედ ურთიერთობები, არა ნივთიერებები, არამედ პროცესები, არა ფორმები, არამედ ტრანსფორმაციები, არა ნივთები, არამედ მოვლენები. და ეს გვიბრუნებს იქ, საიდანაც დავიწყეთ, ჩაის კოვზთან, რომელიც იწონის 6 მილიარდ ტონას. მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კოვზი არ არის უბრალოდ ფაქტი, ის არის მეტაფორა, სიმბოლო, კარი, მოწვევა. ის გვეუბნება, რომ რეალობა არის უსასრულოდ უფრო მდიდარი, უსასრულოდ უფრო უცნაური, უსასრულოდ უფრო საოცარი, ვიდრე ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება გვთავაზობს. ის გვეუბნება, რომ იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს სამყარო, არ ამცირებს მის სილამაზეს, პირიქით ის ამძაფრებს მას, აღრმავებს მას, აძლევს მას ახალ განზომილებებს, ახალ მნიშვნელობებს. ის გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ ნაწილი რაღაც უზარმაზარისა, არა როგორც უმნიშვნელო მტვერი, არამედ როგორც აუცილებელი ელემენტი, როგორც გზა, რომლითაც სამყარო იცნობს საკუთარ თავს, როგორც ინსტრუმენტი, რომლითაც ის უკრავს თავის სიმფონიას. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ აწევთ თვალებს ღამის ცისკენ, როდესაც თქვენ ხედავთ ვარსკვლავებს, რომლებიც ანათებენ მილიარდობით წლის მანძილზე, როდესაც თქვენ გრძნობთ იმ კავშირს, იმ ერთობას, თქვენ არ ხართ უბრალოდ დამკვირვებელი. თქვენ ხართ ნაწილი იმისა, რასაც აკვირდებით, ვარსკვლავური მტვერი, რომელიც უკან იხედება თავის წარმოშობისკენ, სამყარო, რომელიც ფიქრობს საკუთარ თავზე, კოსმოსი, რომელიც გახდა ცნობიერი. და ამ ფიქრში, ამ დაკვირვებაში, ამ კითხვაში, ამ კავშირში იმალება რაღაც ღრმა, რაღაც, რაც აღემატება ფიზიკას და შედის პოეზიაში, რაც აღემატება ცოდნას და შედის სიბრძნეში. ნეიტრონული ვარსკვლავი არ არის მხოლოდ ობიექტი, რომელიც უნდა შევისწავლოთ, ის არის სარკე, რომელშიც უნდა ვიხედოთ, კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ, საიდუმლო, რომელიც უნდა ვიგრძნოთ, ტრეპეტი, რომელიც უნდა ვიცხოვროთ. ის გვახსენებს, რომ ცოდნა არ არის დასასრული, არამედ დასაწყისი, არა პასუხი, არამედ კითხვა, არა დახურვა, არამედ გახსნა, არა ფინალი, არამედ მოწვევა.
ის გვახსენებს, რომ სამყარო არის უსასრულოდ უფრო ღრმა, ვიდრე ჩვენ ოდესმე გავიგებთ, და რომ ეს სიღრმე არ არის დაბრკოლება, ის არის მოწვევა, პირობა, საჩუქარი, ბედნიერება. ყოველჯერზე, როდესაც თქვენ დგახართ ოკეანის პირას, როდესაც თქვენ ხედავთ ტალღებს, რომლებიც მოდიან და მიდიან, უსასრულოდ, როდესაც თქვენ ისმენთ მათ ხმას, გრძნობთ მათ ძალას, თქვენ გრძნობთ ამ საიდუმლოს, რომ არსებობს რაღაც უფრო დიდი, რაღაც უფრო ღრმა, რაღაც, რაც აღემატება სიტყვებს და აზრებს, მაგრამ რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ, ვიცადოთ, ვიცხოვროთ, ვიყვარდეთ. და ბოლოს, ნეიტრონული ვარსკვლავი გვასწავლის არა პასუხებს, არამედ ტრეპეტს, გრძნობას, რომელიც მოდის, როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც შეიძლება შექმნას ასეთი რამ, ობიექტი, რომელიც იწონის როგორც მზე, მაგრამ ზომით არის როგორც ქალაქი, რომელიც ბრუნავს 700 ბრუნს წამში, რომელიც ქმნის მაგნიტურ ველებს, რომლებიც შეიძლება გადააწყოს ატომები, რომელიც ასხივებს გრავიტაციულ ტალღებს, რომლებიც ატარებენ ისტორიებს მილიარდობით წლის მანძილზე. ეს ტრეპეტი არ არის უმეცრება, ის არის სიბრძნე, აღიარება იმისა, რომ რეალობა აღემატება ჩვენს გაგებას, მაგრამ არა ჩვენს გამოცდილებას, არა ჩვენს კავშირს, არა ჩვენს სიყვარულს. ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ ეს საიდუმლო, თუნდაც ვერ გავიგოთ ის სრულად. ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ამ ტრეპეტში, თუნდაც ვერ ახსნათ ის სრულად. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ნაწილი ამ კოსმოსური ცეკვისა, თუნდაც ვერ ვიცოდეთ მთელი ქორეოგრაფია. და შესაძლოა ეს არის ყველაზე ღრმა გაკვეთილი, რომ არსებობა არ არის პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას, არამედ საიდუმლო, რომელიც უნდა იცხოვროს, ტრეპეტი, რომელიც უნდა იგრძნოს, სილამაზე, რომელიც უნდა აღიარდეს. ყოველჯერზე, როდესაც თქვენ ხედავთ მზის ამოსვლას, როდესაც თქვენ გრძნობთ სითბოს თქვენს სახეზე, ხედავთ ფერებს ცაში, ისმენთ ფრინველების სიმღერას, თქვენ არ ეძებთ ახსნას. თქვენ უბრალოდ ცხოვრობთ მომენტში, გრძნობთ სილამაზეს, იღებთ საჩუქარს, ხართ ნაწილი ამ უსასრულო ცეკვისა. ნეიტრონული ვარსკვლავი არის ასეთი მზის ამოსვლა, კოსმოსური მომენტი, რომელიც გვიხსნის თვალებს იმაზე, თუ რა შეიძლება არსებობდეს, თუ როგორ მუშაობს რეალობა, თუ ვინ ვართ ჩვენ ამ ყველაფერში, თუ რა ნიშნავს იყო ცოცხალი, იყო ცნობიერი, იყო ნაწილი ამ უსასრულო საიდუმლოსა. და როდესაც ჩვენ დგავართ ამ საიდუმლოს წინაშე, როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ ვართ ნაწილი იმისა, რაც ჩვენ ვსწავლობთ, რომ ჩვენი ატომები შეიქმნა ვარსკვლავებში, რომ ჩვენი აზრები არის სამყაროს გზა საკუთარი თავის ცნობისა, რომ ჩვენი სიყვარული არის კოსმოსის გზა საკუთარი თავის შეყვარებისა, მაშინ ჩვენ გრძნობთ რაღაცს, რაც აღემატება ცოდნას. ჩვენ გრძნობთ კავშირს, ღრმა, ფუნდამენტურ ერთობას ყველაფერთან, რაც არსებობს, ყველაფერთან, რაც არსებობდა, ყველაფერთან, რაც არსებობს. ჩვენ გრძნობთ, რომ ჩვენ არ ვართ მარტო, არ ვართ განცალკევებულნი, არ ვართ უცხონი. ჩვენ ვართ სახლში, რომელიც არის მთელი სამყაროს, სახლში, რომელიც აგებულია ვარსკვლავების მტვრისგან, სახლში, რომელიც ცხოვრობს იმავე კანონებით, რომლებიც ქმნიან ნეიტრონულ ვარსკვლავებს და ჩვენს გულისცემას, ჩვენს სუნთქვას, ჩვენს სიყვარულს. და ამ ერთობაში, ამ კავშირში, ამ სახლში, ამ ტრეპეტში იმალება პასუხი ყველა კითხვაზე, რომელიც ჩვენ დავსვით. არა პასუხი სიტყვებით, არამედ პასუხი გრძნობით, გამოცდილებით, არსებობით, სიყვარულით. ნეიტრონული ვარსკვლავი არსებობს. ჩვენ არსებობთ. და ამ ორ ფაქტს შორის, ამ ორ საიდუმლოს შორის, არის უსასრულო სივრცე გასაკვირად, გასაგებად, გასაცხოვრებლად, გასაყვარებლად. ეს სივრცე არ არის ცარიელი, ის სავსეა ვარსკვლავებით, გალაქტიკებით, პლანეტებით, ციცოცხლით, აზრებით, სიყვარულით, კითხვებით, პასუხებით, საიდუმლოებით, ტრეპეტით. და ჩვენ, პატარა არსებები პატარა პლანეტაზე, რომელიც ბრუნავს ჩვეულებრივი ვარსკვლავის გარშემო ჩვეულებრივ გალაქტიკაში, ჩვენ გვაქვს პრივილეგია, საჩუქარი, საოცრება, ჩვენ შეგვიძლია ვიხედოთ ამ სივრცეში, ვიფიქროთ ამ საიდუმლოებზე, ვიცხოვროთ ამ ტრეპეტში, ვიყვარდეთ ეს ყველაფერი. და ეს, შესაძლოა, არის ყველაზე დიდი საიდუმლო, არა ის, რომ ნეიტრონული ვარსკვლავი არსებობს, არამედ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ ის არსებობს, ვიგრძნოთ ტრეპეტი მის არსებობის წინაშე, ვიკითხოთ რატომ, ვიყვარდეთ ეს კითხვა, ვიცხოვროთ ამ საიდუმლოში. და ამ საიდუმლოში, ამ უსასრულო, ლამაზ, საშინელ, საოცარ საიდუმლოში, ჩვენ ვაგრძელებთ ძებნას, ფიქრს, გრძნობას, სიყვარულს. ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას, დაკვირვებას, გაგებას, ტრეპეტს. და შესაძლოა, ეს არის ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვიძლია, და ყველაფერი, რაც ჩვენ უნდა. იყო ნაწილი ამ კოსმოსური ცეკვისა. იყო გზა, რომლითაც სამყარო იცნობს საკუთარ თავს. იყო სიყვარული, რომელიც აკავშირებს ყველაფერს ყველაფერთან. იყო ტრეპეტი, რომელიც არასოდეს ქრება.